ლიბანში შესაძლო სახმელეთო ოპერაციასთან დაკავშირებით ისრაელი ყველა ვარიანტს განიხილავს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის ძალების სპიკერმა ეფიდეფრინმა განაცხადა. მან უთქვა, რომ ირანის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ისრაელმა 100,000-ზე მეტი რეზერვისტი გამოიძახა და რომ ჰეზბოლა ისრაელისთვის ცეცხლის გახსნის გამო პასუხს მწარედ აგებს. ეფიდეფრინის თანახმად ისრაელის სამხედრო ძალები მზად ნებისმიერი სცენარისთვის არიან, როგორც თავდაცვის, ისე შეტევის თვალსაზრისით. חיזבאללה פתח באש אתמול בלילה. ჰეზბოლამ მწუხელ ცეცხლი გახსნა. მათ იცოდნენ რას აკეთებდნენ. ჩვენ ისინი გავაფრთხილებთ, რომ ამისთვის მძიმე ფას გადაიხდიან. ჩვენ მომზადებულები ვართ, ძალიან კარგად მომზადებულები. მობილიზებული ყავს თითქმის 100,000 რეზერვისტი, ათობით ბატალიონი, ბრიგადა და დივიზია სრული ძალით მუშაობს ჩრდილოეთის საზღვრის დასაცავად და მზად არის ნებისმიერი სცენარის, როგორც თავდაცვისთვის, ისე შეტევისთვის. ყველაფერი განიხილება. ვითარებას ვაფასებ და მაგიდაზე ყველა ვარიანტი დევს. ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ დარტყმების პარალელურად ჩვენ ვაგრძელებთ ირანის ტერორისტული რეჟიმის ძირითადი ინფრასტრუქტურისთვის ძლიერი ფუნდამენტური ზიანის მიყენებას. ცოტა ხნის წინ ისრაელის თავდაცვის ძალებმა თეირანის მასშტაბით კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი დარტყმების ტალღა დაასრულეს. ღამის განმავლობაში ჰეზბოლამ ისრაელის მიმართულებით რაკეტები და დრონები გაუშვა, რის პასუხადაც ისრაელმა ბეირუთსა და სამხრეთ ლიბანში ათეულობით სამიზნე დაბომბა.